საქართველოში კანაფს, როგორც მცენარეს ვინმე ვერ ცნობდეს, მას ერთი რაღაცა არ მგონია. ყველამ ვიცით როგორია, გინდ მოყვანილობით ფოთლების, გინდ შეფერილობით და მოკლედ ზოგადად კანაფის ცნობა ყველა შეგვიძლია. აბა ერთი ეგ ვიდეოები ვნახოთ. ნახეთ რამხელა ტერიტორიაზე არის ეს მცენარე ველურად ამოსული. ხედავთ? ეს არის კანაფურა. ხოზიკასაც ვიძახით გურიაში. ურკბილა მარცვლები აქვს, სემიჩკას გავს ის მარცვლები. ტანსაზრმეზე ეყურება ვერ მოიშორებ, ისეთი უბედურია. მასე მრავლდება. ეს არის ნასაკირალის სპერევალთან მიმავალი გზა ოზურგეთში რომ მიდიხარ, რო გამოსთები მას რა ქვია, ნაგომარს ის ადგილია. ახლა გაჩვენებთ ფოთოლს როგორ გავს კანაფის ფოთოლს. ამას აბარებენ, აი ყურეთ მოჭრილებია. აფთიაქები იბარებენ, სამკურნალო თვისებები აქვს და აიფასაც იძლებიან. და აბარებს ვიღაცა ეთყობა ეს შესასვლელი გაუკეთებია. ეს ჭაობი იყო და ის არის გაკეთებული არხი დაუშრია და მოკლედ მოუყვანია ამ კაცს, ნახეთ ველურად. ვით არის. გაჩვენებთ ახლა ფოთოლს. აი მაგალითად აგერ. შეხედეთ? აი როგორ გავს კანაფის ფოთოლს. და კანაფურა ქვია და ეს ახლაც ეკურება ეს ყვავილი ახლა რომ მიიკრა დასასვლელზე მიეკრა მოიცა? აი მიეკრა, ხო და მე რო გახმება მე რჩება ზედ ის და მასე მრავლდება ეთყობა. ნედლადაც მაქვს გადაღებული მე გაჩვენებთ ეს ახლა აყვავილებული იმდენად აღარ გავს კანაფს. სანამ აყვავილდება ვერ გაარჩევს თუ არის ის ადამიანმა ვერ გაარჩევს და ქვია კანაფურა. ხოზიკასაც ვეძახით მოკლედ რა. აბა მი გამოიცნობს რა მცენარია. რა ქვია ამ მცენარეს? თხილებში არის ამოსული აგერ. მოკლედ ყველამ ნახეთ რომ კანაფურა იგივე ხოზიკა გავს კანაფს. ფოთლების მოყვანილობით, შეფერილობით და ბევრნაირად გავს მოკლედ. ხელოვნურ ინტელექტს რო ვაჩვენე, კანაფიაო დამიწერა. ხელოვნურ ინტელექტსაც აერია, ხო? ნუ ახლა ადამიანს არ ერევა ხელოვნურ ინტელექტს უფრო ერევა, გასაგებია, მაგრამ გავს მაგრად მოკლედ. მაგრამ არ აქვს ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველობა საერთოდ. რომ მოწიო არაფერს არ გიზავს და რომ მოხარშო სიტყვაზე. და რადგანაც გავს კანაფს, ეგ იმას ხო აღნიშნავს რომ მისი სასარგებლო თვისებები გავებუტოთ და არ გამოვიყენოთ. ან გადავაჯიშოთ, ახლა ვერ გადავაჯიშებთ, იმიტომ რომ სარეველა და მაგის შესაძლებლობა ადამიანს არ აქვს ჯერ რომ გადააშენოს საერთოდ, მაგრამ რო არ გამოვიყენოთ იმის გამო რომ მსგავსებაა კანაფთან. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ბავშვობიდან მე მახსოვს მაგ კანაფურას აბარებდნენ კომუნისტების დროსაც კი. აფთიაქები იბარებდნენ. მოკლედ ახლა გადავინაცვლოთ ახალციხეში. ჩვენ შეგვეძლო გადაგვენაცვლა კახეთში, კერძო დედოფლისწყაროში, გორშიც, მაგრამ მე ნაცნობი ახალციხეში აღმოვაჩნდა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვეუბნები. და გადაიღო ვიდეო, თუ რა დონეზეა გავრცელებული თვითონ კანაფი. აი ტრუხაპლანს რო ეძახიან. აბა ვნახოთ. მოკლედ საით მიყვავს ახლა ეგ ლაბარაკი. მე პირადად კანაფის მოხმარებელი არ ვარ. არ ვეწევი მოკლედ პლანს რა. და რომ ვეწევდი ახლა არ ვეწევი მეთქი ვიტყვი. რა თქმა უნდა საჯარო სივრცეში, მაგრამ მართლა არ ვეწევი. სიგარეტს არ ვეწევი და ახლა პლანს როგორ მოწევი? ვინც მიცნობს იცის რომ მე სიგარეტს არ ვეწევი და პლანის მოწევაც არ შემიძლია. რომ მომიწევია სიგარეტი და ამხჩვალ ვარ ხველებისგან და მოკლედ არ ვეწევი. და რო წამოიწია ეგ თემა საქართველოსიო, კანაფის კულტივაცია არის შესაძლებელიო და მონგვებიანიო. ვინც ეწევა და ვინც მოხმარებელია გაუხარდათ. არ იქავ შენ თვითონ, მაგრამ ტყუილად გაგიხარდათ. იმიტომ რომ ეგ არის ტექნიკური კანაფი და არ გააჩნია არანაირი ნარკოტიკული თრობის შემადგენელი ნივთიერება. ანუ ტექნიკური პლანია, ასე ვთქვათ, და ლეღვის ფოთოლმა შეიძლება დაგაბოლოს უფრო ვიდრე მაგა. გინდა მოწიე, გინდა მოხარშე, აზრი არ აქვს. მოკლედ, საერთოდ ნარკოტიკს არ შეიცავს ტექნიკური კანაფი. რომც შეიცავდა, ახლა როგორ წარმოგიდგენიათ? კულტივაცია დაუშვათ დაკანონებული იყო საქართველოში, ყველა გლეხს ექნებოდა ყანაში მოპნევის უფლება და მერე მეზობლის უსაქმურს გადაზრომა ყანაში და იქ პლანის შეხვევა. ეს ექნებოდა თავისთავად ლიცენზიის მქონე კერძო პირს, რომელიც იქნებოდა დაცულ ტერიტორიაზე. და რომლის თანამშრომლების კაც კონტროლს დაექვემდებარებოდა. სიტყვაზე ვამბობ, რომ ნარკოტიკული შემცველი ყოფილიყო, ნარკოტიკის შემცველი, მაგრამ არ არის ნარკოტიკის შემცველი საერთოდ ტექნიკური კანაფი. და თავისთავად ლიცენზიით ექნებოდა ვიღაცას თუ ექნებოდა, მაგრამ მოკლედ როგორც ნარკოტიკი მასე ვერ გამოიყენებდი. ახლა ვიდეოები რო გაჩვენეთ მე
ახალ ციგის ვიდეო რა გაჩვენეთ. იქ ერთ-ერთ მონაკვეთში მოტეხილი აქვს თავი. ეხლა რა გავაკეთოთ? ის ვიღაცა მოტეხა მოხარშა მანაგუა და დაბოლდა თუ რავი რაც ქნა რა და ჩაკაიფდა. საერთოდ კანონმდებლობაში როგორ არის იცით? ახალი ნარკოტიკის ასე ვქვი, ახალი ნარკოტიკის შექმნაო. არის დასჯადი, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულია. შეიძლება რამოდენიმე ლეგალური ნივთიერებებისგან შექმნა ახალი ნარკოტიკი და გახადა ნარკოტიკი. ეს არის დასჯადი, თორემ ლეგალური რაღაცა ის როგორ გვისკი არა და რადგანაც მანაგუა კი მართალია ეს ტექნიკური ისა რა ქვია, ტრუხაპლანია ეს სიტყვაზე და ყველგანაა, მაგრამ რადგანაც ვერ გადააჯიშა, ანუ ვერ მოსპო ადამიანმა დაჟე თუ გახსოვთ მიშა რო ებრძოდა გორში რო წავდა სულელი რა მოსპოდა მაგას ეგ იგივეა აბზინას რო ებრძოლო ვერ მოსპობ რა და მოკლედ თუ ამას შენ მოხარშა უკვე ის არის რა ახალი ნარკოტიკის შიმაში გადის რა ვარიანტში ნუ ახლა შეიძლება ოდითგანვე ვიცით ეგა მაგრამ რაღაცა ორი რაღაცა ნივთიერებებით ხმნი ახალ ნარკოტიკს და ეს არის დასჯადი და აი ეს ტექნიკური განაფი რადგანაც არ შეიცავს არანაირ ნარკოტიკურ შემადგენლობას თავისთავად უნებელი ადამიანისთვის. ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ რა გავმაზეთ ქართველმა ხალხმა, ანუ ტექნიკური კანაფის, ოღონდ მცირე ჩამონათვალი აქვს სასარგებლო თვისებები. ესე იგი, ტექნიკურ კანაფს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მისგან ამზადებენ ქსოვილს, ნუ ტასასვლისთვის, ფეხასვლისთვის, მოკლედ ქსოვილი რა. ამზადებენ ქსოვილს, თოკებს ოდითგანვე ამზადებენ, ეგ ყველამ ვიცით. ქაღალდს, სხვათა შორის კანაფისგან დამზადებული ქაღალდი ბევრად მტკიცა და უკეთესი ხარისხისა ვიდრე ხისგან და წარმოიდგინეთ 100-ლოვანი ხე რომ უნდა მოიჭრა ქაღალდის გამო და ბალახის ქაღალდის გამო გამოყენება რომელი ჯობია. ხო, ქაღალდზე საწვავს, საკვებ პროდუქტებს, კოსმეტიკას და სამშენებლო მასალებსაც კი. კანაფის ზეთი მდიდარია ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით, რაც სასარგებლოა გულისა და ტვინის ჯანმრთელობისათვის. ასევე გამოიყენება მედიცინაშიც, მაგალითად ტკივილის შესამსუბუქებლად და გულისრევის შესამცირებლად. შემდეგ, ტექნიკურ კანაფს ნარკოტიკული თრობის შემადგენლობა არ აქვს. ის შეიცავს კანაბიდიოლს, CBD ასე წერია, რომელიც არ არის ფსიქოაქტიური. თუმცა ზოგიერთი ჯიშის შეიძლება იყოს ტეტრაჰიდროკანაბინოლის THC-ს მცირე რაოდენობითო. ეგ ტექნიკურ კანაფზეა ლაპარაკი, რომელიც ფსიქოაქტიურია, მაგრამ მისი კონცენტრაცია იმდენად დაბალია, რომ თრობას ვერ გამოიწვევს. ტექნიკურ კანაფზე კიდევ ვიმეორებ. აი ეს გავმასეთ. და თუ ვინმე მკითხავს ახლა შენ რა გაწუხებსო და ამას რა აწუხებსო თუ ვინმე იტყვის შენ რა სარგებელი გექნებოდა მე სარგებელი მეხნებოდა რომ საქართველოს ისეთ რეგიონში ვარ საქართველოს ისეთ რეგიონშია კარგი ანუ მოსავლიანობა კარგი აქვს კანაფს და მონგებიანი იქნებოდა როგორც იმ ბიზნესმენისთვის ვინც ამას დათესავდა და მოიწვევდა და კულტივაციას მოახდენდა ისევე დასაქმებული ხალხისთვის და ისევე ქვეყნისთვის რეგიონისთვის და ივანიშვილმა ეს რომ წამოაყენა ეგ წინადადება ავტეხეთ ერთიებავით დავიღუპებით გადავჯიშდებით და დაიღუპება ახალგაზრდობა არა და იმგან ახლა ავის ფულის გაკეთება უნდა თავისავად ბაზარი არა მაგრამ ფული ისედაც არ აკლია ჩვენთვისაც სარგებელი იქნებოდა მაშინ და რადგანაც საპატრიარქომაც ხალხმაც ატეხა ერთი ამბავი ჩაიქნია ხელი და დაანება თავი და მეორედ მაგას მასეთი მსგავსი რაღაცა თუ წამოსდა ღმერთი არ გაგიწყდა მაგის წინააღმდეგი არ წახვიდეთ თქვენ არ იცით რაზე ვამბობთ ვარს კანაფის კულტივაციით. კიდე გიმეორებთ, ნარკოტიკს არ შეიცავს. და რაც შეიცავს, ეგრე სავსერუა, ახალციხე, გორიც, კახეთში, დედოფლის წყაროშიც ყოფილა. იქ რა ვერ ხარშავენ მანაგუას? და მიდით გადააჯიშეთ, აბა? ხო არ მოგწონთ და ხო არის ნარკოტიკი და როგორ შეიძლება? მიდით, აბა, მაშინ მოსპეთ თუ მაგრები ხართ. ვინც მაგის წინააღმდეგი ხართ. ხო და მოკლედ, არაფერი სახიფათო და საშიში მაგ საქმეში არ იყო, მაგრამ ეგ არის ისევ თქვენი ბრალი, ბიძია. ვისაც გინდოდათ მაგის კულტივაცია, მაგრამ არასწორად ან არასრულფასოვნად და სრულყოფილად მიაწოდეთ მოსახლეობას ინფორმაცია. და გამოიწვია ის შედეგი, რაც გაქვთ, რომ ვერ მოახდინეთ კულტივაცია და აწისთვის ის მაინც უზრუნველყავით, რომ სათითაო ადამიანის დონეზე დავიდეს ინფორმაცია სწორად და პრეტენზია და შიში და ასეთი რაღაცები არ ქონდეს ადამიანს და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს ხელი არ შეუშალონ. თქვენი ბრალია მაგით, ჩვენი არა.